ოცნება ფუჭია, ტყუილა ოცნებას აზრი არ აქვს. ჯობს საქმე გააკეთო, ვიდრე იოცნებო. ალბათ ყველასთვის ნაცნობია ეს სიტყვები და გვახსენებს ბავშვობას, როდესაც მშობლები თუ უფროსები რაღაცნაირად გვეუბნებოდნენ, რომ ოცნება არ არის ის საქმიანობა, რომელსაც სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. და ჩვენს ზრდასთან ერთად ეტაპობრივად შევწყვიტეთ ოცნება, ასე ვთქვათ, გადავეჩვიეთ იმ რაღაცეების წარმოსახვას, რომელიც ჩვენთვის შეიძლება გარკვეული დროის განმავლობაში სასურველი იყო. მოგესალმებით, მე ვარ ნინი, მენტალური ზრდის აკადემიის მენტორი და დღეს მინდა განვიხილოთ ჩარლზ ენელის სურვილების ასრულების მასტერგასაღების რიგით მე-13 გაკვეთილი, რომლის სათაურიც არის ოცნებები და მეოცნებეები. ძალიან საინტერესო სათაური აქვს და მოდით შესავალი ნაწილიდან დავიწყოთ. საბუნებისმეტყველო მეცნიერებამ გვაჩუქა აღმოჩენების ახლანდელი საოცარი საუკუნე, მაგრამ სულიერი მეცნიერება მხოლოდ იწყებს თავის გზას და მის შესაძლებლობებს ვერავინ ვერ იწინასწარმეტყველებს. ადრე სულიერი მეცნიერება იყო გაუნათლებელი, ცრუმორწმუნე და მისტიკოსთა გასართობი. ახლა კი ადამიანები ინტერესდებიან მხოლოდ ზუსტი მეთოდებით და დადასტურებული ფაქტებით. ავტორი მე-13 გაკვეთილს იწყებს იმის ახსნით, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებამ გვაჩუქა საოცარი საუკუნე, ანუ დღევანდელი ჩვენი ეპოქა არის სასწაულებრივი პერიოდი, როდესაც სულიერი მეცნიერება, ასე ვთქვათ, რაღაცნაირად აღმოაჩინეს. ადრე ვინც სულიერებით იყო დაინტერესებული, ან უნდა მოქცეულიყო რომელიმე რელიგიის ქვეშ, ყოფილიყო მღვდელი ან ხოჯა ან ასე შემდეგ, ან კიდევ თუ ვინმე სულიერებით ინტერესდებოდა, მას ცოტა ეჭვის თვალით უყურებდნენ. იყო პერიოდი, რომ ასეთ ადამიანებს ცეცხლზეც კი წვავდნენ. სულიერი მეცნიერება ადრე ასევე მისტიკოსების გასართობიც კი იყო, მაგრამ მადლობა ღმერთს, დღევანდელ საუკუნეში სულ უფრო და უფრო ბევრი ადამიანი ინტერესდება ამ საოცარი მეცნიერებით და რწმუნდება იმაში, რომ აზროვნება არის სულიერი პროცესი. ანუ ადამიანი თავისი სიცოცხლის განმავლობაში სულ ჩართული ამ სულიერ პროცესებში, უბრალოდ ამას ვერ აცნობიერებს. ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ აზროვნება სულიერი პროცესია, რომ ხედვა და წარმოსახვა წინ უსწრებს ქმედებას და მოვლენას. ნახეთ, ჩვენ წინა გაკვეთილები ხო განვიხილეთ, აქედან გამომდინარე გვიწერს ავტორი ამას, რომ ხედვა და წარმოსახვა წინ უსწრებს მოვლენებს და ფაქტებს. ანუ ჯერ გონებაში რაღაცა მოვიხაზეთ, შემდეგ წარმოვისახეთ, წარმოვიდგინეთ და უკვე შემდეგ განხორციელდა ის ჩვენს ცხოვრებაში. ავტორს ალბათ სჯერა იმისა, რომ ვინც მე-13 გაკვეთილამდე მოვიდა, უკვე ისე კარგად განუვითარდა წარმოსახვის უნარი, რომ შეუძლია ვიზუალიზირებადი პროდუქტი უკვე მატერიაში წარმოადგინოს, ანუ შეძლოს თავისი სურვილების მატერიალიზაცია. და დამერწმუნეთ, ვინც მართლა 13 კვირა, ესე ვთქვათ, გაატარა მუშაობაში და ყოველ დღე აპრაქტიკებდა მასტერგასაღების სავარჯიშოებს, უკვე მართლა ძალიან კარგად უნდა იყოს გაწაფული წარმოსახვაში, ვიზუალიზაციასა და წარმოსახულის მატერიალიზაციაში. ანუ მას უკვე უნდა შეეძლოს სურვილების ასრულება, ან მინიმუმ იმ რაღაცების მოზიდვა ცხოვრებაში, რომელიც მას მოსწონს. თუ თქვენ უკვე 13 კვირა ვარჯიშობთ და მაინც ვერ შეძელით თქვენსკენ მოგეზიდათ თქვენი სასურველი, ესე იგი აქ სხვა რაღაცაშია საქმე. ან არასრულებდით სავარჯიშოებს, ან კიდევ არასწორად მუშაობდით. სწორედ ამიტომ სექტემბრიდან ჩვენ ვაცხადებთ მიღებას მასტერგასაღების რიგით მე-9 ნაკადზე და უკვე ჩემთან ერთად მენტორის ზედამხედველობის ქვეშ შეძლებთ ვარჯიშების გაკეთებას და ვარჯიშებთან ერთად ძალიან ბევრი თვითგანვითარების მეთოდების შესწავლას და ტრანსფორმაციული ტექნიკების შესრულებას. მე-13 გაკვეთილი მოგვითხრობს იმის შესახებ, რატომ სრულდება მეოცნებეთა ოცნებები. მასში აიხსნება მიზეზობრიობის კანონი, რომლითაც მეოცნებეები, გამომგონებლები, ავტორები, ფინანსისტები ხორცს ასხამენ თავიანთ სურვილებს ცხოვრებაში. მასში აიხსნება კანონი, რომლითაც ის, რაც ჩვენს გონებაშია მოხაზული, საბოლოოდ ჩვენი ხდება. ესე იგი, ამ გაკვეთილში იქნება ახსნა იმისა, თუ რატო უსრულდებათ მეოცნებეებს სურვილი და ავტორს შემოაქვს ესეთი ცნება მიზეზობრიობის კანონი, რომლის დახმარებითაც თურმე მეოცნებეები, შემოქმედები, ფინანსისტები და არა მარტო ახდენენ მათი სურვილების ცხოვრებაში რეალიზებას. მოდით ახლა გადავიდეთ თეზისებზე.
მეცნიერებისთვის ყოველთვის იყო ცნობილი თუ როგორ შეიძლება დამტკიცება. აუცილებელია მოიძებნოს ყოველდღიური მოვლენების ახსნები, განზოგადდეს სხვა უფრო იშვიათი და გამონაკლისი მოვლენები, სწორედ ასევე იშვიათი უცნაური საოცარი მოვლენების განზოგადება ყოველთვის იყო მაგნიტური ისარი, რომელიც გზას უჩვენებდა ინდუქციური მეცნიერების ყველა აღმოჩენას. ეს მეთოდი გონებას და გამოცდილებას ეფუძნება, ამიტომაც მოსპო ცრუ წმენები და კონსერვატიზმი. თითქმის 300 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ლორდმა ბეკონმა რეკომენდაცია მოგცა შესწავლის ეს მეთოდი გამოგვეყენებინა, რომლისაც ჩვენ ცივილიზებული ნაციები ბევრი რამითა ვართ მოვალენი. ასეთ განვითარებას რომ მივახციეთ. ამ მეთოდმა გონება ცრურწმენების შეზღუდულობისგან გაათავისუფლა. ადამიანების ყურადღება ზეციდან დედამიწაზე გადმოიტანა. ადამიანებს აჩვენა ყველასთვის მისაწვდომი სასარგებლო აღმოჩენების სიახლოვე. უფრო მეტად განავითარა ადამიანთა გამომგონებლური უნარები. ავტორი თეზისებს იწყებს ინდუქციური მსჯელობის მნიშვნელოვანობაზე საუბრით და გვეუბნება, რომ ზოგადად მეცნიერებაში რაც კი აღმოჩენილა, ყველაფერი აღმოჩნდა ფაქტების განზოგადების გზით. და სწორედ ინდუქციური აზროვნების მეთოდის მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ ასეთ საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობ და ამდენი აღმოჩენებია ჩვენს ირგვლივ. შეიძლება კითხვა გაგიჩნდეთ, რაში გვჭირდება ახლა ყოველდღიურ ცხოვრებაში ინდუქციური მსჯელობა? ჩვენ ხო მეცნიერები არ ვართ და აღმოჩენებს ხო არ ვაკეთებთ. ნამდვილად არც მეცნიერები ვართ და არც აღმოჩენებს ვაკეთებთ, მაგრამ ინდუქციური მსჯელობა გვჭირდება იმაში, რომ დავაკვირდეთ ჩვენ ცხოვრებას, სად მეორდება ერთი და იგივე მოვლენები. ტრიალებთ თუ არა ჩაკეტილ წრეზე. თუ ხდება ჩვენ ცხოვრებაში ისეთი რაღაც, რაც ძალიან ბევრჯერ განმეორდა ოღონდ სხვა და სხვა ადამიანის ხელით, ესე ვთქვათ. აი ზუსტად მაგ დროს გვჭირდება ინდუქციური მსჯელობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები, რაც კი მომხდარა, ქორწინება, შვილი, ურთიერთობები, უნივერსიტეტში ჩაბარება, რა ვიცი, ავარია, ვიღაცის გაცნობა, ანუ ყველა ცხოვრებაში განსხვავებული რაღაცა მოვლენებია, ხო? აი ეს მოვლენები უნდა ჩამოწეროთ თქვენი ცხოვრების და მოძებნოთ მათ შორის კავშირი. ან შეიძლება ერთსა და იმავე პერიოდში მეორდება, ან მათ შორის არის რაღაცა დროითი კავშირი, ან თქვენ ცხოვრებაში არის ადამიანი, რომელიც თქვენთვის უცხოა, ან არ არის მოსაწონი, ან კიდევ პირიქით ახალ აღმოჩენებთან მიდიხართ. ანუ ინდუქცია გვასწავლის ცალკეულ მოვლენებზე დაკვირვებას, რომ მე მათ შორის ვიპოვოთ რაღაცა კანონზომიერება, რაღაცა კავშირი, აი დამალული რაღაცა იქნება მათ შორის, რაც აკავშირებს ამ ყველაფერს. ზუსტად ასე ხდება ჩაკეტილი წრის გარღვევა, ერთი და იგივე სცენარების დამსხვრევა. საერთოდ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა. ამიტომ ინდუქციური მსჯელობა ძალიან მაგარი რაღაცაა და ნუ ვიფიქრებთ, რომ ეს მხოლოდ მეცნიერებას სჭირდება. ჩვენ გვჭირდება საკუთარი ცხოვრების გასაანალიზებლად, საკუთარი თავის შესასწავლად. აზრის შემოქმედებით ძალა შეუძლია ახსნას ნებისმიერი შესაძლო მდგომარეობა, ან ფიზიკური, ან მენტალური, ან სულიერი. აზრის შექმნის მდგომარეობას, რომელიც შეესაბამება ჩვენს უპირატეს მენტალურ განწყობას. მაშასადამე, თუ ჩვენ კატასტროფების გვეშინია, შიში კი აზრის მძლავრი სახეობაა, ჩვენი აზროვნების შედეგი აუცილებლად გახდება ეს კატასტროფა. აზრების სწორედ ამ სახეობას ნულამდე დაჰყავს მრავალწლიანი შრომისა და ძალისხმევის შედეგები. ავტორს გადაყავს მსჯელობა აზრის შემოქმედებით ძალაზე. მე არაერთხელ მისაუბრე ამ თემაზე და ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ცხოვრება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ როგორია ჩვენი უპირატესი მენტალური განწყობა. ეს მინდა უფრო მარტივი ენით რო გითხრათ, ანუ დღის განმავლობაში როგორ ხასიათზეც ხართ, ხასიათზე უფრო სუსტი რათქვამია, მაგრამ სხვა სიტყვებით არ ვიცი როგორ აგიხსნათ, ანუ მენტალური განწყობა როგორია თქვენი დღის განმავლობაში, ხო? წელიწადში არის 365 დღე. ამ 365 დღეში თქვენი განწყობა დადებითი თუ არის, მომავალი წელი უკეთესი გექნებათ. თუ შუაში არის, მომავალი წელი შესაბამისი გექნებათ. ხოლო ნეგატიურ განწყობაში თუ ხართ მთელი 365 დღე, ანუ თქვენი დილა თუ იწყება ნერვიულობით, შფოთვით, ქვეყანაში ცუდი ეკონომიური მდგომარეობა, ან თუ ვალები მაქვს, თუ თქვენი დღე დილიდან საღამომდე სავსეა ცუდი ფიქრებით, თქვენი ცხოვრებაც იქნება ძალიან ცუდი. ავტორი ნახეთ რას გვეუბნება, თქვენი ცხოვრება შეესაბამება თქვენს უპირატეს მენტალურ განწყობას. თუ კატასტროფის გეშინიათ, ეს თქვენი აზროვნება მოგიტა რაღაცას მსგავს კატასტროფასთან. ანუ შეიძლება კონკრეტულად ავარიაში არ მოხვდე, მაგრამ რაღაც ისეთი შეგემთხვეს, რომელიც შენ დაგაზიანებს, ან ჯანმრთელობის მდგომარეობა გაგიუარესდეს, ან რაღაცა ცუდი მოხდეს ისეთი, რაც შეესაბამება იმ აზრებს, რომელსაც
მთელი დღე ტვინში ატრიალებ. ზოგ ძალიან უკვირს, როცა ვამბობ, რომ კარგ ხასიათზე დაიყენე თავი. არაფერი არ მაქვს კარგ ხასიათზე დასაყენებელი და როგორ ვიყო კარგ ხასიათზე? სახლი ხო გაქვს, რაშიც ცხოვრობ, თუნდაც შენი სახლი არ იყოს და თუნდაც სხვისი იყოს. აი ეგ გიხაროდეს, რომ სახლი გაქვს, ზოგი ქუჩაშია. თუ დილიდან ცუდ ხასიათზე იღვიძებ, უბრალოდ ერთხელ სცადე, ჩართე რაიმე სიმღერა, რომელიც არის ენერგიული და არა მელანქოლიური, ისეთი სიმღერა, რომელიც პოზიტიურ ხასიათზე დაგაყენებს და თვითონ დარწმუნები, როგორ გაგიუმჯობესდება ხასიათი. ბერს უცქვამს, რომ აი საერთოდ არ შემიძლია მოძრაობა, დილიდან მოდუნებული ვარ, ძალა არ მაქვს. მესმის, თუ ეს უძალობა არ არის გამოწვეული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ან არ გაქვთ რაიმე ვიტამინის დეფიციტი, მაშინ ელემენტარულით დაიწყეთ, სახლი მიალაგეთ, თქვენი ოთახი გამოგავით, ვიცი რომ ამას აკეთებთ, მაგრამ ნახეთ რისი თქმა მინდა, როცა ძალა არ გაქვს და ენერგია გაკლია, უნდა დაიწყო მოძრაობა, იმიტომ რომ მოძრაობაზე მოვა ენერგია, მოთხოვნაზე მოდის ენერგია. მოითხოვე და მოგეცემა, ბიბლიაშიც ხო ეს გვიწერია. ანუ შენ მოითხოვე, რომ გჭირდება ენერგია. თუ დალაგება არ გიყვარს, იცეკვე, სადმე წადი, პარკში ისეერნე. რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა იმისთვის, რომ განწყობა გაიუმჯობესოს. მაგრამ ადამიანები მიდრეკილები არიან. მე არ ვიტყვი, რომ ვართ, იმიტომ რომ მე ნამდვილად აღარ ვარ, თუმცა ვიყავი. ადამიანები მიდრეკილები არიან ნეგატიური მდგომარეობისკენ, მოსწონთ მსხვერპლის როლი, მოსწონთ წუწუნი, თვითონაც წუწუნებენ და სხვის წუწუნსაც ისმენენ და ეს რა თქმა უნდა აისახება ყოველდღიურ ცხოვრებაზე. როგორც ცუდ საჭმელს არ შევჭამთ, ხო? აი ესე ცუდი რაღაცები არ უნდა მოვისმინოთ. ვეცადოთ მაინც უსარგებლო წუწუნი, რომელიც ახასიათებთ ოჯახის წევრებს, აი ტყუილა არაფერი მიზეზი რო არ აქვს და დაჯდებიან და აი ძალიან ცუდი ამინდია, ღმერთო რა საშინელება, რამდენი ვალი აქვს მეზობელ ცირას და რაღაც, ანუ უმიზეზოდ მოიფიქრებენ რაღაცა ცუდს და ამაზე შეუძლიათ ილაპარაკონ. ასევე ძალიან ცნობილი სანათესაო თუ შეიკრიბება და ნათესავების ლანძღვა არასდროს არ ჩაერიო თამაში. რას გვაძლევს ჩვენ სხვა ადამიანების ლანძღვა? არაფერს, უბრალოდ ნერვები გვეშლება. ძალაუნებურად ვერთვებით იმ ადამიანების საუბარში, რომლებიც საუბრობენ ცუდს იგივე ნათესავზე, ჩვენც რაღაცა ჩვენი მოსაზრებები გვაქვს, ან ვამბობთ, ან ვისმენთ, ან შეიძლება საერთოდ არაფერს არ ვაკეთებდით და უბრალოდ იმ ოთახში ვიყოთ, ჩვენც ავტომატურად ვისწრებით იმ ნეგატიური ინფორმაციით, რაც იქ ჟღერდება. ჩემ შემთხვევაში ერთმა მეთოდმა გაამართლა, როცა მეუბნებიან ცუდ რაღაცას, ან ნათესავზე, ან რა ვიცი, მეზობელზე, ან ვინმეზე თუ ცუდ რაღაცას მეუბნებიან და ვიცი რომ მე ეს ინფორმაცია არ მჭირდება არაფერში, ვეუბნები რომ აი არ მაინტერესებს. ხო გააგრძელებს, აი თვალებში გამჭოლად შევხედავ და ვეთქვი, არ მაინტერესებს. ნუ მიყვები, ეს ცუდად მოქმედებს. და კიდე ერთი ფრაზა ვიცი, კარგ სიტყვი, კარგი დაგემართება. ამასაც ძალიან ხშირად ვიმეორებ, როდესაც ადამიანები ცუდ რაღაცებს ამბობენ. ცოტა რაღაცნაირად შევარცხენ ხოლმე და ვუსვამ ხას იმას, რომ ანუ ცუდს ამბობ და ცუდს რო იტყვი, ცუდი დაგემართება. აზრის სულიერი საქმიანობა შესაბამისად კი შემოქმედება, თუმცა არ შეცდეთ. აზრი ვერაფერს ვერ შექმნის, თუ კი ის ჩვენს მიერ არ წარიმართება ცნობიერად, სისტემატურად და შემოქმედებითად. ამაში მდგომარეობს განსხვავება ფუჭ-აზროვნებასა და ძალისხმევის უბრალო გაფანტვას შორის. ჩვენ მივხვდით, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიღებთ, ჩვენთან მოდის მიზიდულობის კანონის ძალით. ბედნიერი აზრი ვერ იარსებებს უბედურ ცნობიერებაში. მაშა სადამე საჭიროა ცნობიერების შეცვლა და იმის კვალობაზე, როგორ შეიცვლება ცნობიერება, თანდათან შეიცვლება ყველა მდგომარეობაც, რათა შეესაბამებოდეს ახალი სიტუაციის მოთხოვნებს. ამ თეზისში ძალიან საინტერესო რაღაცა წერია, მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო. ბედნიერი აზრი ვერ იარსებებს უბედურ ცნობიერებაში. და ახლა დაგაფიქრებთ ერთ რაღაცაზე. ადამიანები, რომლებიც სხვებს ლანძღავენ, სხვებზე ცუდს ლაპარაკობენ, ასეთ ადამიანებზე არ უნდა გაუბრასდეთ და იცით რატომ? იმიტომ რომ ბედნიერი ადამიანი ფიზიკურად ვერ შეძლებს სხვაზე ცუდის ლაპარაკს. ესე იგი, მას აქვს რაღაცა პრობლემები, რომელიც შეიძლება საერთოდ არ ეტყობა მის Instagram პროფილს და ძალიან იდეალური ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ თუ ადამიანი სხვაზე ცუდს ლაპარაკობს, ეს იმის მანიშნებელია, რომ უბედურია. ბედნიერ ადამიანს არასდროს არ ცალია სხვის სალანძღავად, არასდროს არ ცალია სხვის გასაკეცხად. ის ისე არის გართული თავისი მშვენიერი ცხოვრებით, ისე ტკბება მისი ოჯახით, შვილებით, მეგობრებით, რა ვიცი, თუნდაც ცხოველებით, რომ
უბრალოდ ცუც არ ლაპარაკობს, ტკბება ყველაფრით. გაცნობის პირველივე დღეს არავინ არ დაიწყებს ახლა სხვის ლანძღვას, მაგრამ მეორე, მესამე შეხვედრაზე საუბრის დროს კაციც და ქალიც თუ უბედურია, ყოველთვის დაიწყებს წუწუნს, სხვის განკითხვას, სხვაზე რაღაც ნეგატიურ კონტექსტში საუბარს და თქვენ შეგიძლიათ ამით მიხვდეთ, რომ ეს ადამიანი მთლად კარგად არ არის შინაგანად და მას სჭირდება ცნობიერების შეცვლა. თუ რომელიმემ თავი იცანით და თქვენც მიდრეკილი ხართ ლანძღვისკენ და სხვისი განკითხვისკენ, ყველაფერი დაკარგული არ არის. მეც ერთ დროს ძალიან ნეგატიური ადამიანი ვიყავი. შეიძლება იყო პერიოდი, როდესაც მეც გამილანძღავს სხვა ადამიანები, მეც მხოლოდ ცუც ხედავდი, მაგრამ მივხვდი, რომ ცუდის მთქმელს ცუდი მოუვა, ცუდი ფიქრები რომ მქონდა, თავისთავად ცუდად გრძნობდი თავს. და ეხლა მახსენდება დაწყებით კლასში სწავლება ასეთი მოთხრობა, რომელიც სრულდება ასეთი ფრაზით: "თოხის გამოცვლას ხასიათი გამოიცვალეო" და ვფიქრობ, ეს ძალიან ყურადსაღები სიტყვებია, მართლაც ლამაზი ტანსაცმელის ჩაცმას, მაკიაჟის გაკეთებას, ქონების დაგროვებას პირველ რიგში ჯობია ხასიათი შევიცვალოთ, კარგ ხასიათზე ვიყოთ, იმიტომ რომ ზუსტად ხასიათი განაპირობებს ჩვენს მომავალ ცხოვრებას. ყველაფერი უნდა გადავდოთ და ვიზრუნოთ ჩვენს მენტალურ განწყობაზე, რომ ის იყოს კარგი, ის იყოს ჯანსაღი, ის იყოს გაცნობიერებული და არა ნეგატივით, სიბოროტით, ჩურით და ბოღმით სავსე. ეს არის შესაძლებელი. ყველა ადამიანმა ჩვევაში უნდა ჩაიდოს, რომ დილით რო გაიღვიძებს, გაიღიმე, სარკეზე მიაწერე სადმე, რა ვიცი, რომ სულ კონდე სახეზე ღიმლი, კარგზე იფიქრე, კარგი თქვი, დადებითი გააკეთე, რომ შენი ცხოვრება იყოს სიყვარულით, სიხარულით და პოზიტივით სავსე. ეხლა კი გადავიდეთ მე-13 სავარჯიშოზე და ვკითხულობ, ჩვენი ინტერესების დაცვის საუკეთესო ხერხია ვაღიაროთ სამყაროსეული გონის უსასრულო ძალა, უსასრულო სიბრძნე. გავხდებით რა ის არხი, რომლითაც უსასრულო შეძლებს ჩვენი სურვილების რეალიზებას. ეს ნიშნავს, რომ აღიარებას მიჰყავს რეალიზაციისკენ. ამიტომ ვარჯიშის სახით ამ კვირაში ამ პრინციპით ისარგებლეთ. აღიარეთ ის, რომ თქვენ მთლიანის ნაწილი ხართ და ეს ნაწილი უნდა მთლიანის იგივეობრივი იყოს სახით და ხარისხით. სხვაობა შეიძლება იყოს მხოლოდ მასშტაბში. მე თქვენ გითხარით, რომ მე-10 გაკვეთილის შემდეგ ყველა სავარჯიშო არის სულიერი და დღევანდელი სავარჯიშოც არ არის გამონაკლისი. თვალდახუჭულ მდგომარეობაში უნდა იფიქროთ იმაზე, რომ თქვენ ხართ ღმერთის მსგავსი და შექმნილი ხართ იმისთვის, რომ თქვენ გააცნობიეროთ მასთან ერთიანობა. ანუ თქვენ და ღმერთი ხართ ერთიანი ხართ. განსხვავება მხოლოდ მასშტაბშია. და აქ ყველაზე მთავარი რა არის, იცით? თქვენ უნდა მიხვდეთ იმას, რომ თქვენი აზროვნების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ზუსტად ისეთ აზროვნებას, რომელსაც ღვთაებრივი აზროვნება ქვია. ანუ უნდა იყოთ სიკეთეში და სიყვარულში. მთელი კვირის განმავლობაში თვალდახუჭული 15 წუთის განმავლობაში მხოლოდ და მხოლოდ იმაზე უნდა იფიქროთ, რომ თქვენ და ღმერთი, იგივე სამყაროსეული გონი, იგივე ენერგია, იგივე ყოვლისშემძლე ძალა ხართ ერთიანი, არ ხართ თქვენ ცალკე, როგორც ოკეანე და ოკეანიდან ამოღებული ჭიქა წყალი. ჭიქა წყალი ვერაცნობიერებს, რომ ოკეანის ნაწილია, ოკეანის მსგავსია. იმიტომ რომ ის ცალკეა, ცალკე ჭიქით დევს. თქვენც ასე გამოყოფილი ხართ იმ უდიდესი ღმერთის ენერგიისგან და გგონიათ, რომ რაღაცა მარტო ხართ ერთი და რაღაცა ვიღაც ხართ. სინამდვილეში ვართ უდიდესი ენერგიის ნაწილი და ამაზე უნდა იფიქროთ მთელი კვირის განმავლობაში. ამაზე ფიქრი კი საოცარ მიგნებებს გაგიხსნით. მე გისურვებთ ბედნიერ კვირას, გაცნობიერებულ ვარჯიშს და რა თქმა უნდა გთხოვთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი და კომენტარები დაწერეთ. აი ძალიან გვჭირდება თურმე კომენტარები. არ დაგავიწყდეთ. ძალიან დიდი მადლობა, გემშვიდობებით.